როგორც ვიცით, თქვენი კოალიციის წარმომადგენლებიც არიან დაპატიმრებულები, რამდენი დააკავა სულ რეჟიმმა, რა შედავებიან მათ უფრო მეტი რომ გითხრათ. კი ბატონო, როგორც ვიცით, ჩვენ განვითარებული მოვლენების ფარგლებში, იმ პროცესში, როდესაც ქართულმა ოცნება, ანტიქართულმა, უпростоრად მე ვერ ვუწოდებ მათ ქართულს, იმიტომ რომ ისინი აბსოლუტურად ღირებულებების თვალსაზრისით და სამართლებრივი მოქმედებების თვალსაზრისით ყველაფერს აკეთებენ ანტიქართულს. შესაბამისად, ისინი არიან რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება და რომელიც ამ თავისი მოქმედებებით ზრდის წნეხს მოქალაქეებზე, რომლებიც ითხოვენ, რომ ქვეყანა დაბრუნდეს კონსტიტუციურ ჩარჩოში და ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიის გზას, ხომ? ამ პროცესში 4 ოქტომბერს ჩვენ ვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, როდესაც საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა მისი პოზიცია. ერთის მხრივ უარი უთხრა ფარსად წოდებულ არჩევნებს და ნახეთ ხო ჩვენ შედეგები, რამდენად ნაკლები იყო აქტივობა ერთის მხრივ და ზოგადად რა ხდებოდა და რა პროცესი მიმდინარეობდა და ამის ნაცვლად რომ ისულიყო ხალხი ეგრეთ წოდებულ საარჩევნო ურნებთან გამოვიდა გარეთ და დადგა სრულიად მშვიდობიანად რუსთაველის გამზირზე, ხომ? მეორე მოვლენა რაც იყო 4 ოქტომბერთან დაკავშირებით იყო თარიღი, რომელიც ასე ვთქვათ, გამოცხადებული იყო სხვადასხვა აქტორის მიერ ბოლო ბრძოლად და აქაც ალბათ თქვენ გახსოვთ პარტია ახალის და კოალიცია ცვლილების პრინციპული პოზიცია და თანმიმდევრული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება თარიღების ჩამოკიდება, არ შეიძლება სრუმოლოდინების შექმნა ადამიანებისათვის და შესაბამისად ჩვენ ვამბობდით 4-შიც, 5-შიც, 6-შიც და მანამ სანამ ბრძოლას არ მივიყვანთ ბოლომდე, ვიქნებით ქუჩაში, ვიქნებით ხალხთან ერთად და ვიქნებით ყველგან სადაც ამ ბრძოლის ასე ვთქვათ გაგრძელება არის, ხომ? საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ და ხალხთან კი. რაც შეეხება დაკავებულებს, ჩვენ ნახეთ, რომ იმ პროცესში ოცნებამ მოახდინა ხალხისთვის ეგრეთ წოდებული მახის დაგება და პროვოცირება, ასე ვთქვათ. კი, რა თქმა უნდა, ეს იყო პროვოცირება, სადაც ადამიანების სრულიად უდანაშაულოდ გაგცემთ მაგაზეც პასუხს სრულიად უდანაშაულოდ გამლელები უბრალოდ ან აქციაზე მშვიდობიანად მყოფები არიან დღეს დაკავებულები. ამ დაკავებულებს შორის 3 არის ის პირი, რომელიც წარმოადგენს ასე ვთქვათ ჩვენს წევრს კოალიცია ცვლილების და რა თქმა უნდა სამივე მათგანთან მიმართებით ჩვენ ვართ ჩართული, რომ ყველანაირად ვიყოთ მათი და მათი ოჯახების გვერდით. აქ მნიშვნელოვანი არის რა, რეჟიმმა არც კი ასე უკონტროლოდ, ასე ვთქვათ, ერთიანად მოკიდა ხელი მოქალაქეებს და ათეულობით მოქალაქე გამოკეტა ციხეებში. ამ ადამიანების დიდ ნაწილს აქვს თავად უმძიმესი ჯანმრთელობის პრობლემები, ან მათ ოჯახის წევრებს აქვთ უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობები, ან სოციალური მდგომარეობა და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ იქნა შესწავლილი და არ იქნა გათვალისწინებული ოცნების მიერ, იმიტომ რომ მისი მიზანი რაიმე დანაშაულის აღკვეთა ან დანაშაულზე რეაგირება კი არ იყო. მისი მიზანი იყო მორიგი ზეწოლა მოქალაქეებზე, რომ აი შენ გაბედა, ხმის ამოღებას გაბედა, თავისუფალი მშვიდობიანი ფორმით აქციაზე ყოფნა შენ იქნები დარტყმების საფრთხის წინაშე. რაზეც ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ უპასუხა, ერთი რომ გრძელდება პროტესტი, გრძელდება რუსთაველი ისევ დგას და ასევე ამ პროტესტს სჭირდება ხელშეწყობა იმ კუთხით, რომ კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი გახდეს და აუცილებლად ესეც მოხდება და მეორეს მხრივ გრძელდება სწორედ ამ ადამიანების მიერ უკანონოდ დატყვევებული ხალხის გვერდში დგომა, ხო? ჩვენ ვიხილეთ ერთის მხრივ სწორედ ამ სოლიდარობის ფარგლებში პატივცემული და ღვაწლმოსილი ექიმი, რომელიც სრულიად უსაგნოდ დააკავეს და თან როგორი ოპერაციით დააკავეს გირაოს ფარგლებში გამოუშვეს, ასევე გირაოს ფარგლებში მოხდა კიდევ ერთი ქალბატონის გამოშვება. თუმცა ძალიან ბევრია ისეთი, რომელიც ასევე უნდა იყოს გარეთ გამოშვებული. ზოგადად ყველა მათგანი აბსოლუტურად უკანონოდ არიან დატყვევებული და ჩვენ დაგვემატა საზრუნავი აი ათეულობით ახალი ადამიანის, რომელიც წინა პატიმრებთან ერთად უკვე რაც შეეხება პროვოკაცია ახსენეთ თქვენ თავად რა სახის პროვოკაციას ჰქონდა ადგილი თქვენი აღქმით თქვენი დაკვირვებით რა ვიხილეთ ჩვენ უშუალოდ ათონელის რეზიდენციის მიმდებარედ რა სახის პროვოკაციას ჰქონდა ადგილი კი ბატონო მე შემიძლია მხოლოდ მოვლენათა დაკვირვების შესაბამისად მოგახსენოთ ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით იმიტომ რომ ჩვენ 4 ოქტომბერს ვიხილეთ ასე ვთქვათ შეტყუება ხალხის და იქ
დამზადებული სიტუაციის დახვედრა, რომ თითქოს და რაიმე ძალადობრივ დაპირისპირების ბაზ ქონდა ადგილი, ამის ინსცენირება უნდა შექმნილიყო. კი ბატონო, ასეთი მოწოდება იყო, ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი აქაც ხაზი გაესვას, რომ ყველა ის პირი, რომელიც 4-ში ბოლო ბრძოლას აანონსებდა, პოლიტიკურ პასუხისგებლობას მაინც უნდა იღებდეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. განცხადებებს უნდა ისმენდეთ, თქვენ მაგალითად ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან, რომლებმაც პოლიტსაბჭოს დონეზე, განცხადების დონეზე გამოეხმაურდნენ 4 ოქტომბრის თარიღს, სამშვიდობიან დამხობას და დაუჭირეს მხარი ამ ყველაფერს. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვხედავდეთ პოლიტიკური პასუხისგებლობის ნაწილში პასუხისგებლობის აღებას. ნახეთ, ჩვენ გვაქვს ისეთი მოცემულობა, როდესაც ძალიან კრისტალიზირდება პროცესები და ვართ იმ მოცემულობაში, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანია სიმართლის თქმა, სწორი მოქმედებები და სწორად პროცესში ჩართვა. აქ მნიშვნელოვანია არ მოხდეს ხალხის მოტყუება, ან ხალხისთვის ცრუ იმედის გაჩენა რაღაც კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით და ასევე იმიტომ რომ არ დაითესოს იმედგაცრუება, არ დაითესოს ნihilizmi. მოცემულ შემთხვევაში ის კიდევ ერთხელ ვიტყვი და განმეორდები, რომ ჩვენი მხრიდან თანმიმდევრულად მივყვებოდით, ასე ვთქვათ, არც ჩართული ვიყავით იმ ფორმატით, რომ ხალხს ვეუბნებოდით, რომ 4-ში, 5-ში, 6-ში ყველა დღე სანამ ეს საჭირო იქნება, უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და ბრძოლის გაგრძელებას ვხედავთ ახლა ჩვენ ვართ მობილიზებული, როგორც ჩვენი პოლიტიკურ ძალას გულისხმობ ამ შემთხვევაში, ასევე საზოგადოება და რა თქმა უნდა ეს მორიგი თავდასხმა ოცნების რეჟიმის მხრიდან არის მოგერიებული და ნელ-ნელა ძალას მოვიკრებთ. თქვენი აღქმით კაბადონ მალიკა, რაც გვესმის ამ ეტაპზე უკვე ერთი კვირა გავიდა, თქვენი აზრით იქ რაღაც ჰქონდა ადგილი კონკრეტული გეგმა საერთოდ თქვენი აზრით არსებობდა თუ არ არსებობდა, აი ამის შესახებ უფრო მეტი რომ გითხრათ. მე პირადად რომ გითხრათ სიმართლე, გამოკიდებული თარიღების არ მჯერა და არ მჯეროდა იმის, რომ 4-ში რამე დასრულდებოდა ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით და ამაზე არაერთხელ ხაზგასმით მეც და ის ძალა, რომელსაც მე წარმოის პოლიტიკური ძალა, რომელსაც მე წარმოვადგენ, დამეთანხმებით, რომ საუბრობდით 4-მდეც. რაც შეეხება რა მოხდა 4-ში, ხომ? ამას შეაფასებს დრო-დადრო, ასე ვთქვათ, ის გარემოებები, რომელიც გამოვლინდება. დღესაც არა გვაქვს სრული სურათი, ღალატს ქონდა ადგილი, რაიმე გეგმა მართლა არსებობდა, თუ რაზე დაფუძნებით ხდებოდა ასეთი მტკიცებით ფორმაში საუბარი, ნამდვილად არ გვაქვს ამისი სურათი, რაც არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კონკრეტული მკაფიო შეფასება გაკეთდეს არაფერი არ დაშავებულა მიუხედავად იმისა, რომ 46 ადამიანი არის ციხეში გამოკეტილი. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? გავიგეთ თქვენი პოზიცია იქ თარიღის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ და იცით თქვენ თქვით, რომ აი მნიშვნელოვანია პოლიტიკური პასუხისგებლობის აღება და ასე შემდეგ, თუმცა თქვენი აზრით რა დაშავდა, რა ტიპის ზიანი მიიღო ზოგადად პოლიტიკურმა პროცესმა ამ ყველაფრის შემდეგ 4 ოქტომბრის მოვლენების შემდგომ? ახლა მნიშვნელოვანია ჩვენ გავიხედოთ წინ და მნიშვნელოვანია მოვიკრიბოთ ძალები და გავაძლიეროთ პროტესტი და რაც მთავარია დავუბრუნდეთ იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც იდგა დღის წესრიგში და დგას დღესაც. რა არის ეს? ეს არის თავისუფალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და რეჟიმის პატიმრების განთავისუფლება, რომელსაც ათობით ადამიანი კიდევ დაემატა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ფოკუსის გასწორება უფრო მნიშვნელოვანია იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, ვიდრე იმაზე, რა დაშავდა და ვეძებოთ, ასე ვთქვათ, დამნაშავეები. ამას ისტორია ისედაც მისცემს თავის შეფასებას და ამას, როდესაც დაგვიდგება სამართლიანი გამოძიების შესაძლებლობა ამ ქვეყანაში და ეს აუცილებლად დადგება, ისედაც გამოძიების ფარგლებშიც ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. ფაქტი არის ის, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის კომუნიკაცია კიდევ უფრო დაიძაბა, გვესმის ურთიერთბრალდებები და რაღაცნაირად წინასწარმართანაც ვახსენე, ერთმანეთთან მისასვლელი გზებიც დავიწყდა. ურთიერთბრალდებებს და ამ დაძაბულ სიტუაციას განმოხატავდა კონკრეტული პასუხისგებლობების აღება, თუმცა მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მნიშვნელოვანია კონცენტრირება მომავალზე. ჩვენ ვართ უდიდეს ბრძოლაში, ვართ უდიდესი გამოწვევების წინაშე და ამ გამოწვევების დაძლევა შეგვიძლია ერთიანობით და მიზანზე კონცენტრირებით. დიდი მადლობა.